გამარჯობა. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, ვინ არის ის ხმა, რომელიც თქვენს თავში მუდმივად საუბრობს, ის ხმა, რომელიც გამუდმებით განსჯის, შფოთავს, გეგმავს ან წარსულს იხსენებს? ჩვენ ხშირად ვიჯერებთ, რომ ეს ხმა ჩვენ ვართ, მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ თქვენ არ ხართ თქვენი ფიქრები? დღეს განვიხილავთ მაიკლ სინგერის გახმაურებულ ბესტსელერს, გათავისუფლებული სული, მოგზაურობა საკუთარ თავს მიღმა. ეს არ არის უბრალოდ წიგნი თვითგანვითარებაზე, ეს არის ფუნდამენტური სახელმძღვანელო იმაზე, თუ როგორ გავთავისუფლდეთ საკუთარი გონების შეზღუდვებისგან და ვიპოვოთ ნამდვილი შინაგანი მშვიდობა. ნაწილი პირველი. ხმა თავში. ვინ ხარ შენ სინამდვილეში? წიგნის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ეხება ცნობიერების გაღვიძებას. სინგერი სვამს კითხვას: ვინ ხარ შენ? უმეტესობა ჩვენგანი პასუხობს თავისი სახელით, პროფესიით ან სოციალურ სტატუსით. მაგრამ ავტორი გვთავაზობს ღრმა ექსპერიმენტს. დააკვირდით ხმას თქვენს გონებაში, რომელიც ახლა ამ ტექსტს კითხულობს ან ისმენს. ხედავთ? არის ხმა, რომელიც საუბრობს და არის ვიღაც სხვა, ის, ვინც ამ ხმას უსმენს. სწორედ ეს მსმენელი, ანუ დამკვირვებელი არის თქვენი ნამდვილი მე. წიგნის მთავარი იდეაა, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის გაიგივება ჩვენს ფიქრებთან და ემოციებთან. ფიქრები ჰგავს ღრუბლებს ცაზე, ისინი მოდიან და მიდიან, მაგრამ თქვენ ხართ ცა, რომელიც მუდამ ადგილზე რჩება. როგორც კი ამ დისტანციას იგრძნობთ, თქვენი ცხოვრების ხარისხი რადიკალურად შეიცვლება. თქვენ აღარ ხართ დრამას მონაწილე, თქვენ ხდებით მაყურებელი. ნაწილი მეორე. ენერგია და გულის გახსნა. შემდეგი საკვანძო თემა არის შინაგანი ენერგია, რომელსაც აღმოსავლურ ფილოსოფიაში ჩის ან შაქტის უწოდებენ. სინგერი ხსნის, რომ ჩვენი გული არის ენერგეტიკული ცენტრი. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც შეყვარებული ან შთაღნებული ხართ, ენერგია მოგიზღვავდებათ, დაღლა კი ქრება, ხოლო როდესაც დეპრესიაში ან სტრესში ხართ, თავს გამოფიტულად გრძნობთ. რატომ ხდება ეს? წიგნის მიხედვით, ჩვენ თვითონ ვკეტავთ ჩვენს გულს. როდესაც რაიმე არ მოგვეწონა, ვიღაცამ ცუდად შემოგხვედა, ან რაღაც ისი არ მოხდა, როგორც გვინდოდა, ჩვენ ვიკუმშებით. ეს შეკუმშვა ბლოკავს ენერგიის ნაკავს. გათავისუფლებული სული გვასწავლის უმნიშვნელოვანეს პრაქტიკას. არასოდეს დახუროთ გული. რაც არ უნდა მოხდეს გარეთ, თქვენ გაქვთ არჩევანი, დარჩეთ ღია. ტკივილი ხმოლოდ მაშინ ხდება ტანჯვა, როდესაც მას ვებღაუჭებით. თუ ვისწავლით ნეგატიური ემოციების გატარებას, მათთან ბრძოლის გარეშე, ისინი უბრალოდ გაივლიან ჩვენში და ენერგია კვლავ თავისუფლად იმოძრავებს. ნაწილი მესამე. შიშისგან თავისუფლება და კომფორტის ზონა. რატომ გვეშინია ცხოვრების? ავტორი ამბობს, რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სამყარო მოვარგოთ ჩვენს შინაგან მოდელს, რათა თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. ჩვენ ვაშენებთ კედლებს ჩვენს ირგვივ. ეს არის ჩვენი კომფორტის ზონა. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ეს კედლები არა გვიცავს, არამედ გვატყვევებს. წიგნი გვთავაზობს რევოლუციურ მიდგომას. ნაცვლად იმისა, რომ შეცვალოთ სამყარო, რათა ის არ გაშინებდეთ, შეიცვალეთ თქვენი დამოკიდებულება შიშის მიმართ. შიში უბრალოდ ენერგიაა. თუ მას თვალს გაუსწორებთ და არ გაექცევით, ის ძალას დაკარგავს. ნამდვილი სულიერი ზრდა სწორედ იქ იწყება, სადაც თქვენი კომფორტის ზონა მთავრდება. ნაწილი მეოთხე. სიკვდილი როგორც მასწავლებელი. მიმოხილვის დასასრულს არ შეიძლება არ ვახსენოთ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავი – სიკვდილზე. მაიკლ სინგერი არ საუბრობს სიკვდილზე როგორც რაღაც საზარელზე. პირიქით, ის გვახსენებს, რომ სიკვდილი არის ის ფაქტორი, რომელიც ცხოვრებას აზრს მატლებს. წარმოიდგინეთ, რომ სიკვდილი მუდმივად თქვენს მხარზე ზის და გეუბნებათ: მე შემიძლია ნებისმიერ წამს წაგიყვანო, ამიტომ იცხოვრე ახლა. როდესაც აცნობიერებთ ცხოვრების პრავლობას, წვრილმანი პრობლემები, წყენა და შიშები უმნიშვნელოვანი ხდება. თქვენ იწყებთ თითოეული მომენტის დაფასებას. დასკვნა. მაიკლ სინგერის გათავისუფლებული სული არ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო და თაროზე შემოდოთ. ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მთავარი გზავნილი ასეთია. ბედნიერება არჩევანია. ის არ არის დამოკიდებული გარემოებებზე, ფულზე ან სხვა ადამიანებზე. ბედნიერება არის შედეგი იმისა, რომ თქვენ ირჩევთ იყოთ დამკვირვებელი, ათავისუფლებთ ჩაკეტილ ენერგიას და ლიცხობთ ღია გულით. თუ გსურთ, რომ ცხოვრება აღიქვათ არა როგორც პრობლემების სერია, არამედ როგორც საოცარი მოგზაურობა, ეს წიგნი აუცილებლად უნდა გახდეს თქვენი მეგზავრი. გმადლობთ ყურადღებისთვის.
არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი მსგავსი სიღრმისეულ განხილვებისთვის. შეხვედრამდე.